კი. არა უშავს, ხო? კადრებში გამოჩნდება? ხო, ძალიან კაი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ქვეყანაში არის საკმაოდ რთული ვითარება შექმნილი უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით. ვისია ეს ქვეყანა მალე ძალიან მწვავედ დაგვიდგება საქართველოს მოქალაქეებს. ახალი პროექტები, რომლებიც არ ხმარდება საქართველოს მოქალაქეებს, რომლითაც არ ვისარგებლებთ ქართველი ხალხი და რომლითაც ისარგებლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არავითარი ბმა ჩვენ ქვეყანასთან არ აქვს. ამ პროექტებზე აპირებს დააფუძნოს საკუთარი არსებობა ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ. საქართველოს მოქალაქეების გადინება ჩვენი ქვეყნიდან სერიოზული პრობლემაა, მალე მართლა დადგება კითხვა. ვიქნებით თუ არა საკმარისი საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იქნება ფეოდალური საქართველო, სადაც ერთ პატარა ჯგუფს შეუძლია დაიქირავოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ნებისმიერ პირობებზე გადაუხადოს კაპიკები, ჯანდაცვა, შრომითი უფლებები არაფერი არ მისცეს, თუ ეს იქნება თანამედროვე ევროპული სახელმწიფო. პარტიამ ხალხისთვის პირველმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიმუშავა იმიგრაციის მართვის გეგმა, რომელსაც საქართველოს დაცვის გეგმას ვუწოდებთ. ეს არის 6 შეთავაზება, 6 წინადადება, რითაც ჩვენ ვფიქრობთ, უნდა დარეგულირდეს უცხოელების შემოსვლა და ცხოვრება, სამუდამო ცხოვრება საქართველოში. ის ეყრდნობა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და თანამედროვე საემიგრაციო სამართლის პრინციპებს. ყველაზე მთავარი, საიდანაც უნდა დავიწყოთ. ეს არის შესაბამისი საიმიგრაციო კვოტების შემოღება. არ შეიძლება, რომ უცხოელები ქვეყანაში შემოდიოდნენ სამუშაოდ და საცხოვრებლად რჩებოდნენ საქართველოს ეკონომიკური და მომავლის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ჩვენმა სახელმწიფომ უნდა დაადგინოს, რა სფეროში, რა პროფესიის, რამდენი უცხოეთის მოქალაქე გვჭირდება, რომ აქ დასაქმდეს და შესაბამისად უნდა ჩამოვიდნენ ისინი. ყველა ნორმალურ საერთაშორისო დოკუმენტში და ყველა ევროპულ ქვეყანაში თუ ამერიკაში სწორედ ეს წესი მოქმედებს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, ბინის ყიდვაზე არ შეიძლება გაიცემოდეს ბინადრობის ნებართვა. უნდა უცხოელს ქვეყანაში ჩადოს ფული განვითარებაში, ჩადოს ფული ბიზნესში, ჩადოს ფული დასაქმებაში. ბინის შეძენა ვერავითარი ინვესტიცია ვერ იქნება. შესაბამისად უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა და აღარ იქნება იმ პროექტების პრობლემა, რა პროექტების პრობლემაც დადგა დღეს. არ შეიძლება ბინადრობის ნებართვა გაიცემოდეს მარტო იმიტომ, რომ ადამიანმა იყიდა საქართველოში ბინა. ეს უნდა იყოს მხოლოდ ბიზნეს საქმიანობისთვის. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი. იმ ბიზნესებზე კონტროლის გამკაცრება, ვინც უნებართვოდ დაასაქმებენ უცხოელს. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ამაზე ჯარიმა არის მინიმალური და ეს ჯარიმა თან ძალაში შევა 26 წლის 1 მარტიდან. მეგობრებო,
10,000 ლარი უნდა იყოს ჯარიმა იმ ბიზნესზე, რომელიც სახელმწიფოს ყურადღების გარეშე და იმ კვოტების საჭიროების გარეშე დაასაქმებს უცხოელებს. დღეს ეს უსერიოზულესი პრობლემაა. საქართველოს მოქალაქეებს სამსახურებიდან ყრიან, ისედაც არ არის სამუშაო ადგილები და ასაქმებენ ადამიანს, რომელიც მიზერულ პირობებზე არის თანახმა და ეს წესი უნდა შეიცვალოს. ჩვენი შეთავაზება არის მივიღოთ და ჩვენ გვპირდებით, რომ მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს. იმ 6 ზომას, რომლის ამოცანა არის, რომ საქართველოში შესაბამისი ღირსებითა და კეთილდღეობით ცხოვრობდეთ ჩვენს და ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვისაც სწორედ ჩვენი სახელმწიფო გადაწყვეტს. ხოდნეთ დავუმატოთ. მიგინი დავუმატოთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში თუნდაც კი. როდესაც საკრებულოში ჩვენ საუბრობდით ურბანული განაშენიანების, ასე ვთქვათ, განადგურებაზე თბილისში, რომელიც სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლების და კალათის გუნდის შემოქმედებით დღეს ფაქტობრივად ჯუნგლებად იქცა, დედაქალაქი ეს ზუსტად დაკავშირებულია აი იმ პოტენციალთან, აი ეს უძრავი ქონების შესყიდვასთან, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის მოპოვების მიზნით მიმართავენ ხოლმე და ძირითადად სწორედ აი ამ საფუძვლით არის სავარაუდოდ შესწავლით დადგინდა, რომ ძირითადად ქართული ოცნების მაღალჩინოსნები არიან იმ უდიდესი სამშენებლო ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც ყიდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აი ამ უძრავ ქონებებს. რეალურად ჩვენ გვინადგურდება სატრანსპორტო პოლიტიკა, გვინადგურდება ურბანული პოლიტიკა დედაქალაქში და ზოგადად საქართველოში და ეს განაშენიანება, რომელიც ფაქტობრივად თავიანთი ჯიბის ინტერესებს მოარგეს, დღეს არ არის ხალხზე მორგებული, არამედ არის კონკრეტულად იმ ბიზნესზე და ქართულ ოცნებაზე მორგებული. აი ეს საკითხი ქალაქში ურბანულ პოლიტიკასაც მოაწესრიგებს, რადგან მათ არ ექნებათ აი ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმედი, რომ შეისყიდონ სამომავლოდ ეს უძრავი ქონება. რეალურად კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, რომ დარჩეს საქართველოში და უპირველესად მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ისე მოწესრიგდეს, როგორც ეს ხდება ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, იმიტომ რომ რადგან საქართველოს ადგილი ზუსტად ევროპაშია, აი აქედან უნდა დავიწყოთ ზუსტად იმ ჰარმონიზაციის გეგმა, რომელიც ასე ვთქვათ, საბოლოოდ მიგვიყვანს ევროკავშირში. თამარ, დავუმატოთ კი. დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში საკმაოდ რთულია და მძიმეა, ვიტყოდი ამ მიმართულებით, ასეთი რეგულაციების არ ქონა, რაც დღეს გაჟღერდა ამძიმებს კიდევ უფრო საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ფასების ზრდაზე, იგივე ბინებთან მიმართებით. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შესაძლებლობა აღარ აქვთ, რომ შეწვდნენ იმ ფასებს და შეიძინონ, ან ოჯახები გაფართოვდნენ. გარდა ამისა, მე ვიტყოდი ყოველდღიურ სოციალურ მოვლენებზეც ის საქართველოს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზეც აქაც გაჟღერდა ძალიან მძიმე გავლენას ახდენს და ვითარებაში აყენებს მოქალაქეებს. ეს იწვევს ანალოგიურად ფასების ზრდასაც არა მხოლოდ ბინებზე, არამედ იგივე პროდუქტებზე და საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებათ, წვდომა აღარ აქვთ იმ ღირებულებებზე, რაც სწორედ ასეთი შემოსვლით, ასეთი მიგრაციას მოაქვს საქართველოსთვის. ასეთი უკონტროლო მიგრაცია და კანონით არარეგულირებადი მოვლენები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს დღეს, ძირს უძღვის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასაც. ვიტყოდი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ შავ, ასე ვთქვათ, გარიგებებს აქვს მე შემდეგ ქვეყანაში ადგილი თუნდაც დასაქმების სფეროში. საქართველოს მოქალაქეები კარგავენ ანაზღაურებად, კარგ ანაზღაურებად სამუშაოებს, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო დაბალი ანაზღაურება და მე გავაჟღერებდი მაგალითად ჩემი გამოცდილებიდან ვენდისში თუ შეხვართ, უკვე საქართველოს მოქალაქეს ვეღარ ნახავთ, ვერც მომსახურე პერსონალად, ვერც მომუშავეთ იქ სტუდენტები, რომლებიც იყვნენ დასაქმებულები, მე ვეღარ ვხედავ მათ სახელს, არამედ არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არავინ არ იცის როგორ არიან ისინი მოხვედრილები, შემოსულები, რა პირობებით მუშაობენ. მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პირობებში უხდებათ მათაც თავიანთი საქმიანობის განხორციელება საქართველოში. ამას ყველაფერს სჭირდება საკანონმდებლო
საკანონმდებლო რეგულაციები, ჭირდება წესები, რომლის ჩარჩოებშიც უნდა იქნეს მოქცეული და მე ამ წესებს დაცვა ჭირდება, რასაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ნაკლები, ასე ვთქვათ, მომავალი აქვს ჯერჯერობით აი ასეთი ვითარების ამ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების რეჟიმში.